საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. ჭიათურაში პროტესტი გრძელდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის პიკეტირებისგან მაღაროელებმა დღეს თავი შეიკავეს. მათი განმარტებით მიზეზი არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მაღაროელები კუთვნილ ხელფას ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის გამოძიებას და კომპანიის ჭიათურიდან გასვლას ითხოვენ. ასევე მათი პროტესტის ერთ-ერთი პირობა სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარება. საწარმოს მმართველი კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მიზეზად 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ ფინანსური პრობლემები და წამგებიანი წარმოება დაასახელა. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით შემოსავლის გარეშე ჭიათურაში 3500 ადამიანია დარჩენილი. პროტესტს წინ უძღოდა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის 1 მარტის განცხადება, რომლის მიხედვითაც წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი, მიზეზად სამუშაოების არამომგებიანობა დასახელდა. ბადნის მოპოვებაში პრობლემები გასული წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო, როცა სამუშაოების 6 თვით შეწყვეტა გადაწყდა და დასაქმებულებმა ხელფასის 60%-ის დარიცხვის დაპირება მოისმინეს. მაღაროელების განცხადებით მათ ანაზღაურების 60% კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გადაუხადა. მაღაროელების პოზიციით არიელ მიქაცაძე ჩაგვერთვება ჭიათურიდან პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ნაწილში საუბარს სტუმრებთან ერთად სტუდიაში გავაგრძელებთ. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და კომპანია CMC სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თემურ ხონელია შემოგვიერთდებიან. ბატონო ტარიელ, საღამო მშვიდობისა, გესმით ჩემი ხმა? საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ტარიელ, დღეს პროტესტის მონაწილეებს დაანონსებული ჰქონდათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება. პიკეტირება არ შედგა, რადგან თქვით, რომ გაქვთ ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ელოდებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს გაცილებით მეტი დღის ბოლოს უკვე რა ინფორმაციაზეა საუბარი, ვისგან არის და რატომ ფიქრობთ, რომ რეალისტურია ეს ინფორმაცია? მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ინფორმაციას, არის მოარული დონის, არ არის რამე დაზუსტებული და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარი არ შემიძლია, თუმცა ფაქტი იყო დღეს დილით 1, დილის 8 საათზე უკვე მთელი ქუთაისის სამხარეო პოლიციის დაახლოებით 300-დან 400 თანამშრომლამდე უკვე იცავდა ჭიათურის მერიის შენობას. შესაბამისად, ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა იმ პიკეტირების განხორციელება, ფაქტიურად პირდაპირ ითვალისწინებდა დაჭერას მსგავსი ქმედების განხორციელება ადამიანური რესურსით არ იყო შესაბამისი ამ საქმის განხორციელებისთვის. ბატონ ტარიელ, თქვენ უკვე 15 წელია რაც ამ საწარმოში მუშაობ და კვალიფიკაციის გათვალისწინებით საინტერესო არის, როგორ ხედავთ პროცესს, პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც მთავარია კომპანია CMC-ის მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების და სამუშაო პროცესის აღდგენის შანსი და რესურსი? დიახ, არანაირად არ მინდა რომ დავეყრდნო კომპანია CMC-ის საუბარს, იმიტომ რომ ეს არის კიდევ მორიგი გამოჩეკილი შპს, ჯერ არსებობდა შუქრუთი პლუსი, დაუგროვდა პრობლემები შუქრუთი პლუს როგორც დასაქმებულებთან, ასევე მოსახლეობასთან, შემდეგ გახდა მაღაროელი, აქაც რაღაც პრობლემები მაიჩინა თავი, შემდეგ პრობლემის გამოსასწორებლად შეიქმნა CMC ჯგუფი და რეალურად ეს არის ჯორჯიან მანგანეზის გამოჩეკილი შვილები, რომელსაც სწირავს ესე გზადაგზა და ჯორჯიან მანგანეზი კიდევ აგრძელებს და აგრძელებს 2006 წლიდან დღემდე ესე უკანონოდ ოპერირებას. უკანონობაში გულისხმობ იმ ყველაფერს, თუ რაც დღეს ხდება ჭიათურაში, სრულად არის პასუხისმგებელი და დამნაშავე ჯორჯიან მანგანეზზე. სწორედ 15 წლიანმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა და მიმაღებინა ის, რომ ჯორჯიან მანგანეზთან და ამ კომპანიასთან აღარ შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა და მით უმეტეს სახელმწიფოს არ უნდა კონდეს იმის განცდა და ილუზია, რომ ჯორჯიან მანგანეზი და ეს კომპანია ჭიათურისთვის რაიმე სასიკეთოდ და სიკეთის მომტანია. ამიტომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით 28 თებერვლიდან უკვე მე-18 დღეა რაც ქუჩაში ვარ და ქუჩაში გამოვედით, იმიტომ რომ თითქმის 2 თვე და ზოგი შემთხვევაში 3 თვეა ხელფასები, ის ნაკისრი ვარდებულებაც კი რითაც ამაყობს პროფკავშირი არ გაცემულა 60% და ქალაქი ფაქტიურად შიმშილობის პირას არის და შიმშილობს ბევრი მათგანი კიდევაც, ამიტომ კომპანიას აღარ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია იმ დანაშაულებების გამო ამ წლების განმავლობაში, მან გააგრძელოს
ურთიერთობა და მოპოვება აუცილებლად ჩვენი მოთხოვნაა ჩამოერთვას ლიცენზია, მაგრამ მანამდე უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულზე და იმ ვალდებულებებზე პასუხი, რაც ჭიათურის წინაშე აკისრია კომპანია Georgian Manganese და არა მხოლოდ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის. ეს თითქმის არაფერს არ ნიშნავს ჭიათურისთვის. Georgian Manganese გაწირავს ამ კომპანიასაც და დააფუძნებს მასზე ახალ კომპანიას შემდეგ. ბატონ ტარიელ, როდესაც საუბრობთ შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე და როდესაც ისმის ბრალდებები თქვენი მხრიდან, თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ მაყურებლისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გახდეს, რა ვალდებულებებიდან რა ნაწილი შესრულდა და რა ნაწილი არის შეუსრულებელი, უფრო კონკრეტულად რას ედავებით? დიახ, 2019 წლიდან მინდა გამოყვე მოკლედ კომპანიამ დაყო შეპესეებად ჩვენი საწარმოები, რამაც კატასტროფის წინაშე მიიყვანა მართლაც, არარეალურად მაღალ ფასებში ხდებოდა მაღაროელისგან იმ მასალების თუ მომსახურების სერვისის შეძენა, რასაც მაღაროელი ითხოვდა, რაც საჭიროებს მიწისქვეშა სამუშაოებს. ეს ნიშნავს, რომ ამით კოტრდება ხელოვნურად და ის შეპესეები, რომლებიც ისევ Georgian Manganese-ის შვილობილები არიან და ის თანხები, რაც შავად ტრიალობს ამ გაბერილი გინდ შტატების, გინდ მომსახურების სერვისის, აი მოკლედ გეტყვით 2023 წელს, როდესაც მორიგი აქცია გქონდა, ბატონი ლაშა თუთფერიძე იყო კომისიურ რეჟიმში და გვესაუბრებოდა, რომ პირობითად ერთი ხამუთის შეძენა, რომელმაც რკინის კონსტრუქცია უნდა დაიჭიროს, $15 უჯდებოდა და ამ დროს ჩვენ უკვე ვიგებთ ქუთაისიდან, საიდანაც იძენდა ამ ხამუთებს 9 და 32 თეთრად ყიდულობდა ამ ქარხნისგან, ესე რომ ვთქვა და ჩვენ მაღაროელს გვაწერდა $15. ასევე საბურღი მანქანის ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა საბურღი მანქანის უბრალო ზეთის ჩასხმა და მისი რეზინების შეცვლა 1500 ლარი ამის დამადასტურებლებიც ვნახეთ და კიდე ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურად იბერება ეს თანხები და ეს თანხები პირდაპირ ილექებოდა კონკრეტული ადამიანების ჯიბეში კომპანიის მაღალჩინოსნების. ამან მიიყვანა ზუსტად იმ გადაწყვეტილებამდე და დარწმუნებული ვარ, გერმანული ის აუდიტორული კომპანია ამ დასკვნას ვერ დადებდა, ვერ ნახავდა. მან დადო ის, რაც მაღაროში შეხედა, მაგრამ უშუალოდ ამ წლების განმავლობაში რაც ხდებოდა და რაც ჩვენ თვალწინ გაიარა, აი ეს არის ჩვენთვის ცნობილი და მინდა რომ საჯაროდ იყოს ყველასთვის, რომ ხელოვნურად გააკოტრეს თუნდაც CMC ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი მაზურენკო, რომ დაინიშნა კრიზისებიდან გამოსვლისთვის ადამიანს, რომელსაც კუსტბაზე $3000 და ნაქირავების საკუთარი სახლი, $175,000-იანი ავტომობილით გადაადგილდება და მოდი მე ზუსტად არ ვიცი და ხელფასი ვნახოთ რა არის მისი. აი როგორ ხედავდე კრიზისიდან გამოსვლის გზებს, აი ამხელა საწვავის ულიმიტო მარაგები და აი ეს იყო მაღაროელის კრიზისი გამოსვლის გზები, ამხელა ბიუჯეტის გაბერვა, ზედ დაგვაჯდა როგორც წურბელა თავისი შემადგენლობით. და ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რაც ჭიათურას ჭირს და რამაც მიიყვანდა გაკოტრების პირას ეს კომპანია. მაგრამ რეალურად ჩვენ აღარ ვჯერა მათი, პირდაპირ ვითხოვთ გაშვებას, ჩაერთოს სახელმწიფო მმართველობა, აიღოს პასუხისმგებლობა ამ მართვაზე და აუცილებლად იქნება წარმატება, აუცილებლად იქნება მომგებიანი მაღაროც და ღია კარიერული სწორად მოპოვება, როგორც მაღაროში, ასევე ღია კარიერულ მოპოვებას გულისხმობ. ბატონ ტარიელ, მაღაროელები ამბობთ, რომ არსებობს 10 წლიანი სამუშაო გეგმა თქვენი სპეციალისტების მიერ შედგენილი, თუ როგორ უნდა იმუშაოს მაღარომ. რომ უთხრათ მაყურებელს, რაში მდგომარეობს ეს გეგმა და რამდენად რეალისტურია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით, ასე თქვენს ნაწილობრივ ვისაუბრეთ, ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად არის წამგებიანი. დიახ, ერთ მაგალითს მოვიყვან, სანამ 10 წლიან გეგმას შევეხებოდით. მაგალითად, აი კომპანია Georgian Manganese პირდაპირ არის, რომ როგორც სწრაფად ამოიღოს, რაც შეიძლება ხარისხიანი და გაიტანოს და მორჩა მერე თქვა წამგებიანი აღარ გვინდა. ამისთვის ფაქტს მოვიყვან, 14000 ჰექტარზე მეტი არის ტერიტორია, სადაც შეუძლია აქვს ლიცენზია Georgian Manganese ჭიათურასა და საჩხერის ტერიტორიაზე აწარმოოს მოპოვება და ასე შემდეგ. და ამ დროს თვითონ მიაღიარებენ, რომ შუქრუთი სადღაც არის ალბათ 100
ჰექტარი მთლად და მთელი სამუშაოების სოფელი შუქრუთის 100 ჰექტარზე გადაანაწილეს მთელი სამუშაოების 70%. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ უნდათ ამ სოფლის დანგრევა, იმიტომ რომ იქ არის ყველაზე ხარისხიანი მარგანეცი და აშენებული. ეს მიუთითებს მათ არასწორ გადანაწილებაზე სამუშაოებს. რაც შეეხება 10 წლიან გეგმას, ეს არის სპეციალისტების პრეროგატივა. ამაში ეს დოკუმენტაცია დევს თვითონ ჯორჯიან მანგანესში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახელმწიფო ჩაერთოს, გამოითხოვოს ეს ყველაფერი, რა წერია ამ გეგმაში, როგორ შეიძლება ამ გეგმით ჭიათურამ იარსებოს და მომგებიანი, ბევრად უფრო მეტად მომგებიანი გახდეს საწარმო და აუცილებლად სახელმწიფო ჩართულობაა საჭირო იმაშიც, თუ რა დანაშაულებიც მიუძღვის ჯორჯიან მანგანეს 2006 წლიდან დღემდე ჭიათურაში და ჭიათურლების წინაშე. ყველაფერი არის გამოძიების საკითხი. შეიძლება ვთქვათ, რომ ავიყვანოთ კერძო იურისტი და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მძიმეა მისი მოქმედებები და მისი დანაშაულებები, აუცილებელია სახელმწიფო ჩართულობა და აუცილებელია შეისწავლოს სპეციალურმა საგამოძიებო ორგანომ და არა კერძო დაქირავებულმა იურისტმა ან ადვოკატმა ან რამე სპეციალისტმა ეს. ბატონოტარი, ერთ-ერთი ბრალდება, რაც ისმის თქვენი მისამართით კომპანიის მხრიდან არის ის, რომ პროტესტის შედეგად შუქრუთში მაღაროების გაჩერებამ ძალიან მძიმე ზარალი მიაყენა და კიდევ უფრო დაამძიმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. ჰქონდათ თუ არა ეს რისკი გათვალისწინებული, რომ ამ მდგომარეობის გამო შესაძლებელი იყო ვეღარ შეძლებოდა ვთქვათ კომპანიას დავალიანების გადახდა და ამავდროულად საინტერესოა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, კომპანია არის მომგებიანი, მოგებაზე მუშაობს, მაშინ რა ინტერესი შეიძლება ქონდეს CMC-ს აი ამ მოცემულობაში, როდესაც ითხოვს გაკოტრების აღიარება სასამართლოს მხრიდან. მოკლედ, კომპანიის ერთადერთი ინტერესი იყო დღემდე და არის კიდევაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვოს და იაფად მოიპოვოს მანგანუმი. მე წეღან შევეხე შუქრუთის თემას. მაგალითად, როდესაც 70% გადაიტანა შუქრუთის ტერიტორიაზე, იყო პირდაპირ აი რაც შეიძლება სწრაფად მოეპოვებია და შუქრუთის მოსახლეობაში არ გაითვალისწინა არაფერი. როდესაც აბრალის რო შუქრუთის მოსახლეობამ გააჩერა 70%. მე თვითონ მუშაობდი შუქრუთის ველში, ვაკეტყე 1, ვაკეტყე 2, ვაკეტყე 3, ვაკეტყე 4. ყველა ეს მაღაროები გაჩერდა მეწყრული ზონის გამო. პროცესების გამო. რაც შეეხება მოსახლეობამ რო გააჩერა შუქრუთის დიდი მაღარო კოროხნალი 1 და კოროხნალი 2 2019 წლიდან მოყოლებული გაჩერების დღემდე სულ გინ კომისიურ რეჟიმში, გინ ამერიკის საელჩოთან პროტესტით, თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენ შემდეგ, რომ გარკვეული თანხები უნდა ყოფილიყო გაწერილი და გადახდილი კომპენსაციებად ამ მოსახლეობის წინაშე და ფაქტები დევს, რომ კომპანიამ ეს ვალდებულებები არ შეასრულა. ნუ დაუჯერებთ იმედს და რუსთავს, რომელიც აშუქებს, რომ თითქოს მოსახლეობამ რადიკალური და ასე და ასე შემდეგ. პირდაპირ არის დაზარალებული მოსახლეობა. 300 ოჯახი პირდაპირ გაწირეს, 360 გრადუსით პირდაპირ შემოუარეს და ერთიანად ანგრევდნენ და აქცევდნენ წასასვლელსაც კი არსად არ უტოვებდნენ ამ ადამიანებს. და ამიტომ გახდნენ იძულებული ეს ნაბიჯი გადაედგათ და ჩვენ არც ერთ ჭიათურელს არ გვინდა ვინმე სახლის დანგრევის სანაცვლოდ, ვინმეს უბედურების სანაცვლოდ ჩვენ ოჯახში შევიტანოთ ოჯახისთვის სარჩო საბადებელი, მაშინ როდესაც ძალიან დიდი რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და არსებობს სწორად დაგეგმარების და გადანაწილების პრინციპით, ისე დამუშავდეს ეს ველი, რომ ვინმე მტკივნეულად არ იგზნოს არც შუქრუთში, არც პერევისაში და არც ერთ სოფელში მანგანუმის მოპოვება თუ მისი გამდიდრება. ბატონოტარი, ითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას. ხომ არ შემდგარა გარკვეული კომუნიკაცია თქვენსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ან თქვენსა და კომპანიას შორის? ბოლო ინფორმაცია როგორია? ბოლო ინფორმაცია არანაირად არ არის დამაიმედებელი, რამე ოფიციალური არ გაჟღერებულა, შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც მოდის მოარული ჭორების დონეზე, თუმცა არ არის ეს ის, რომ ამას დავეყრდნობით და ამაზე რაღაც ოცნების კოშკებს ავაგებთ, ჩვენ კიდევ ამ კვირის ბოლომდე ველოდებით, მოთმინებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ კომფორტის ზონაში ვართ, უფრო მეტიც დღეს ქალბატონებმა და იქ მყოფმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალდილიდან თავის შვილებს ჩაჭიდებენ ხელს და
მოიყვანენ, იმიტომ რომ სკოლაში რომ გააგზავნოთ და რამე აი 1 ლარი მაინც გაატანოს, იქ პერაშკი იყიდოს, ბულკი იყიდოს, ამის საშუალებაც აღარ არის და ამიტომ ამბობენ დავსვათ მერიის წინ ამ ბავშვებს, ჩვენ შვილებს და ეხლა რაღაცა იქნებ რაღაცა ამით მაინც მივიქციოთ ყურადღება მთავრობის და იქნებ ბავშვების შიმშილით მაინც შეეცოდოს ჭიათურა ამ მთავრობას. აი ძალიან ისეთი დაუცველობის და არ ვიცი ისეთი შეგრძნებაა თითქოს პირდაპირ კომპანია იყო პასუხისმგებელი და მეტი არავინ არ იხედებოდა აქეთ ამ ხნის განმავლობაში, როდესაც კომპანიამ უსინდისოდ შეწყვიტა იმ ვალდებულებების გადახდა, რაც მას ეკისრა გინ კოლექტიური და ეს კოლექტიური ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ესეც თურმე რაღაც სასწაული ყოფილა და ამაზეც მადლობელი უნდა ყოფილიყავით თურმე ჭიათურელები. იმის სანაცვლოდ რაც გააკეთა, თუნდაც 60 თვეში რომ 70,000 ტონა მარგანეცი, გარეცხილი მარგანეცი გაიტანა ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის მიმართულებით და რუსთავის მიმართულებით და ამ დროს ტირის რომ 82,600,000 გასცა შარშანელ წელს და სანაცვლოდ 1 ტონა მარგანეცი და 1 თეთრი არ უშოვია და მსგავსი სიცრუეების, რა ვიცი, მთელი ქოქოლა. აუცილებლად უნდა გკითხოთ აქვე, როგორ უნდა, როდესაც საუბრობთ ნაციონალიზაციაზე და ითხოვთ, რომ სახელმწიფო შემოვიდეს კომპანიაში, ასე ვთქვათ, როგორ უნდა სამართლებრივად როგორ წარმოგიდგენიათ ეს თუ გაიარეთ იურისტებთან ვთქვათ გარკვეული კონსულტაციები, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ლიცენზია აქვს 2046 წლამდე, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. დიახ, ნამდვილად ეს ასეა 46 წლის 19 დეკემბრამდე აქვს ლიცენზია კომპანიას. მაგრამ რაც მას დანაშაულებები აქვს და რაც მას ზიანი აქვს მიყენებული ჭიათურისთვის, სრულიად საკმარისია იმისათვის, სწორედ იურისტებისგან შეგვიძლია რომ ავიღოთ და დავესეს ხო ამ სიტყვებს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დაჯარიმდეს არაერთგზის კომპანია და ამის სანაცვლოდ იყოს დათმობილი ის ლიცენზია რა ლიცენზიის ქვეშაც მუშაობს. 120 მილიონად თუ 130 მილიონად არ გაყიდულა ჭიათურა, ზესტაფონი და ვარციხე, იმიტომ რომ როცა უნდა კომპანიამ გააღოს და როცა უნდა დაკეტოს, სადაც უნდა გადათხაროს და როგორც უნდა ის სახლი დაანგრიოს ჭიათურაში. მას თავისი ვალდებულებები აუცილებლად უნდა ქონოდა და თუ არ ქონდა ისეთი ხელშეკრულება გაფორმდა ძალიან ცუდი წინა მთავრობის და უფრო მეტი ცუდი ამ მთავრობის, რომ არ თხოვს შესაბამისად პასუხს. ამიტომ მთავრობას შეუძლია ძალიან ბევრი რამ. მთავრობა არის ხელისუფალი და უფლებამოსილი ამ ქვეყნისა და ვალდებული საკუთარი ხალხისა, როგორც თბილისში, ასევე ჭიათურაში და ასევე, რა ვიცი, ნებისმიერ სხვა ქალაქში საქართველოში. ამიტომ, როდესაც კომპანია ბედავს და ერთ აღებულ ჭიათურას სხვა რესურსი რო არ გააჩნია, ასე უბრალოდ იმეტებს შიმშილისთვის 2 და 3 თვე ხელფასებს არ ურიცხავს და პირდაპირ წირავს ამ ქალაქს, პირდაპირი ვალდებულებაა სახელმწიფომ, რომ პასუხი აგებინოს კომპანიას. მინიმუმ ამ შემთხვევაზე აგებინოს პასუხი და რაც შეეხება მის დანაშაულებებს წლების განმავლობაში, ეს კიდევ გამოძიების საკითხია და თუ კი პრეტენზია გაუჩნდება კომპანიას ჯორჯიან მანგანეს, აღნიშნავ მხოლოდ ჯორჯიან მანგანეს, არავით არის CMC და პატარა წიწილები. გამოიძიოს ყველა მისი დანაშაულები ჭიათურაში. და აგებინოს პასუხი შესაბამისად და თუ კი რამე დარჩება კიდევ ჩვენგან მასზე მისაცემი, ამიწევია ხელები და გადავიხდით, არ არის პრობლემა, ვიზარალებთ ჭიათურას და საქართველოს. პირიქით, კომპანიას აქეთ აქვს ჩვენზე კომპენსაცია ამდენი არასწორი დამუშავების გამო, სიმსივნური, გულსის ზარღვთა, აგერ ყვირილა რა დღეშია, ვერასდროს ვერ ეშველა ეკოლოგიას გადათხრილი, უდაბნოდ ქცეული, პერევისის სოფელი და არაერთი სოფელი მსგავსი. ბატონ ტარიელ, ასევე საინტერესო არის თუ არ იქნება დაკმაყოფილებული თქვენი მოთხოვნები, რა გეგმა გაქვთ ასეთ შემთხვევაში, რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი და აქვე გკითხავთ, ხომ არ გეგმავთ რომ მიმართოთ, ან რა დროში გეგმავთ რომ მიმართოთ, თუ კი ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ, საგამოძიებო უწყებას. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნები აუცილებელია ხელფასი უნდა დარიგდეს. არ ვიცი ახლა ვინ ვის აბრალის, მაგრამ ჭიათურა რო შიმშილის ზღვარზე აუცილებელია აქ ხელფასი დარიგდეს. მეორე რაც არის, საბანკო პრობლემები, ხელფასი რომ დარიგდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეგრევე წაიღებენ თავისი პროცენტებით. ამიტომ ბანკის პრობლემები და ბანკის პროცენტები არის სახელმწიფოსგან გადასახედი და საბანკო სექტორთან ერთად გასავლელი.
ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი შეიძლება რომ ეტაპობრივად დავლაგდეთ და მოვაგვაროთ, მაგრამ თუ არ მოგვარდა ეს პრობლემები და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, ალბათ აღარ დაგვრჩება აღარაფრის გზა და ძალა, უნდა მივმართოთ მე ნამდვილად უნდა მივმართოთ რადიკალურ, აი ყველანაირი ღონე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს დღის წესრიგი აღარ დადგეს. აქ არის გადამწყვეტი ბრძოლა ჭიათურის. ან მარცხ ხდება აქ ჭიათურა და ვეღარასდროს ვეღარ დადგება ფეხზე. ან ვიმარჯვებთ და მსგავსი უსინდისო კომპანიები ჭიათურაში აღარ უნდა არსებობდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ტარიელ. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, პროფესიით ამფეთქებელი, გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. მოვლენთა განვითარების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბატონო ტარიელ, სამომავლოდაც დაგიკავშირდებით.